თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გამარჯობა საბერძნეთის დედაქალაქი ათენიდან. ჩვენი გადამღები ჯგუფი აქ უკვე მერამდენედ იმყოფება, რადგან ათენში ქართველობა ძალიან ბევრია. აქ ჩვენ სამშობლოს ძალიან ბევრი ემიგრანტი ყავს. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი მინდა გაგაცნოთ ქალბატონი, რომელიც უკვე წლებია იმყოფება ათენში ემიგრაციაში. გადაცემა მონატრების ფერები სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნათელა ვირუაშვილი, რომელმაც აქვე მის სამსახურთან ახლოს კაფეში გვიმასპინძლა. გამარჯობა ქალბატონი ნათელა, დიდი მადლობა რომ გამონახეთ, რომ დაიღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. დიდი მადლობელი ვარ თქვენი მიერ ჩემს გადაცემაში მოწვევისათვის მონატრების ფერები. ბატონო დავით. ქალბატონო ნათელა, რომ დავბრუნდეთ წლების წინ, რამ გადაგაწყვეტინათ, რომ საკუთარი თავით ემიგრანტთა იმ დიდ სიაში ჩაგეწერათ, რომელიც საკმაოდ ბევრი ყავს ჩვენ სამშობლოს საქართველოს მსოფლიოში მიმოფანტული. გარკვეული წლები ნამდვილად ცდილობდი ყველანაირად რომ ყოფილიყავი ჩემს სამშობლოში, ჩემს შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად. მაგრამ დგება მომენტი ისეთი ხანდისხან, რომ არ გვაქვს იმის საშუალება ეს სიამოვნება ბოლომდე მივიღოთ. და ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე გამხდარიყავი ემიგრანტი. როგორ არჩიეთ ქვეყანა? პირველად სად მიდიხართ ემიგრაციაში და შემდგომ საერთოდ ინაცვლებთ? პირველად ემიგრაციაში წავედი 9 წლის წინ 2 წლით თურქეთში. შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და 2 კვირაშივე დავბრუნდი საბერძნეთში. გავაგრძელი აქ ჩემი ემიგრანტობა. იყვნენ მეგობრები აქ, რომელნიც ეკონომიური მდგომარეობა ცოტათი მაინც გაუმჯობესებული იყო შედარებით თურქეთთან იმ პერიოდში და ავირჩიე გზა მათთან რომ ჩამოვსულიყავი. როგორ იწყება თქვენი გზა საქართველოდან საბერძნეთამდე? ეს პერიოდია, როდესაც საქართველოს უკვე აქვს ხომ უვიზო რეჟიმი? კი, უვიზო რეჟიმით ჩამოვედი. ნამდვილად თბილისის აეროპორტიდან ვინ გამოგაცილათ ქალბატონო? გამომაცილა ქალიშვილმა, სიძემ და შვილიშვილებმა. იმ დღისით სკოლაში ვმუშაობდი მაშინ და დილიდან შუადღემდე დავყავით სკოლაში. სკოლიდან წამოვედით. ისე რაღაცნაირად მოხდა სასწრაფოდ რომ იტყვიან და პირველ ეტაპზე, ანუ აი ასე საღამოს საათებში წავედი თურქეთში. და თურქეთიდან რომ დავბრუნდი და გზა ავირჩიე ისევ საბერძნეთისკენ, ანალოგიურად ისევ მათმა გამომაცილეს თბილისის აეროპორტიდან. რა თქმა უნდა, დიდი ბავშვებისთვის და ყველასთვის ძნელი იყო ნამდვილად შეგუება იმისი, რომ ჩვენ ისევ ცილდებოდით, მაგრამ რას ვიზავთ? ბიჭი არ იყო, საქართველოში არ იმყოფებოდა მაშინ, ისიც ემიგრანტი იყო და ამიტომ მარტო მათ მოუწიათ ჩემი გამოცდილება. თქვენი შვილი ემიგრაციაში სად იმყოფება? თქვენზე ადრე იყო წასული? კი, ჩემზე ადრე წავიდა ემიგრაციაში, ის გერმანიაშია და აი მას შემდეგ რაც ის წავიდა გერმანიაში, უფრო აი ამან განაპირობა მაშინ არ იყო ეს უვიზო რეჟიმი და გერმანიაში წასვლა ახლა გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. და აი მაგის გულისთვის მომიწია ზუსტად ემიგრანტობა. გადავწყვეტე რომ ყველა იმ ხარჯებს გავწყვეტი როგორც შემეძლებოდა. ჩამოხვედით ქალბატონო ნათელა საბერძნეთში. როგორ იწყება ქართველი ემიგრანტის ქალბატონი ნათელას ცხოვრება აქ უკვე ელადის მიწაზე? საბერძნეთში რომ ჩამოვედი, თქვენ ახევარი მომიწია უმუშევრად ყოფნა. აი ქუჩაში რომ გამოვდიოდი, იმდენად ბევრი ქართველი იყო, აი თითქოს აი ამან უფრო მეტად შემაძლებინა ის, რომ აი ეს ემიგრაციაში დავრჩენილიყავი, რადგან აი ეს ქართული ენა თითქმის ბერძნული არც დამჭირვებია. რომ სადღაც ტრანსპორტში, ქუჩაში და ასე რომ ენა ნამდვილად არ ვიცოდი არაფერი, თითოეულა სიტყვას აი ასე იქ ყოფნის დროს სახლში თითოეულა სიტყვას ასე სწავლობდი და თქვენახევრის მერე მომიწია სამსახურში შესვლა. ფაქტიურად უენო, ამას არ ვქნა. როგორია რომ ხართ
ქვეყანაში უსაბუთო და უენო ორი ბარიერი გაქვთ ამ ქვეყანაში. როგორია ასე ცხოვრება იმიგრანტისთვის ენის ბარიერი და უსაბუთობა? მართლა არ არის სიოლი, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს აი რა მომენტში დაგჭირდება და ჩადგები იმ სიტუაციაში რომ ის ენის ბარიერი მართლა გაბრკოლებს, ეს ძალიან არ არის კარგი. მაგრამ რა ვქნათ, რაღაცნაირად მაინც ვახერხებდით იმას, რომ ეს კომუნიკაცია დაგვემყარებინა, მაგრამ მე ნაკლებად მომიწია მარტო სიარულმა. თუ მივდიოდით მეგობრებთან ერთად მიწევდა სიარული და ამიტომ რაც საჭიროება მოითხოვდა იმას, რომ აი ჩვენ კომუნიკაცია დაგვემყარებინა, ძირითადად ისინი მეხმარებოდნენ. 7 წელიწადია არ ყოფილხარ სამშობლოში. დაახლოებით რა გენატრებად ყველაზე მეტად? ჩემი ქვეყნის თითოეული ხე, თითოეული ბუჩქი, თითოეული აი კუთხე კუნჭული და რა თქმა უნდა ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, ჩემი ნათესავები, მეგობრები, ჩემი ქალაქი, სოფელი, რა ვიცი, ყველაფერი ერთად. ვერ გამოვყოფ, რომ აი ახლა პირველ რიგში რა თქმა უნდა ოჯახი კიდევ და ეს ჩემი ქვეყნის ჰაერი. როგორი ფერი აქვს მონატრებას? ცისარტყელასავით მრავალფეროვანია და აი ეს ცისარტყელასავით მრავალფეროვნება რამ გამოიწვიათ იცით ჩემში? 2 წლის წინ ჩამოვიდა ჩემი გოგო და შვილიშვილი. აი არ ვიცი, მათი ჩამოსვლით მე რო იტყვია მეორედ დავიბადე. ახლა დავიბადე, მეორედ კი არა, ახლა დავიბადე. იმდენად აი ამ წლების მონატრება, 5 წლის მონატრება გარკვეულწილად შემევსო. ახლა 1-2 კვირით იყვნენ მომეცა იმის გასაქანი, რომ ჩვენ ერთად ყოფილიყავით ბინაში, ჩემთან იყო, აი ეს იყო ყველაზე დიდი აი საოცრება, რომ ჩემთან ერთად იყვნენ და აი ეს დრო დღე და ღამე რომ ითქან ერთად გავატარეთ. გავიდა 1 წელი და ჩამოვიდა ბიჭი და რძალი გერმანიიდან აქ. ის უფრო 9 წლის უნახავი მყავდა მაშინ. დრო იმდენად მალე გავიდა. თუმც კი ყოველდღიურობა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ახლა, როდესაც მესაში უმუშაობთ, აი ეს ჩვენთვის მაინც უფრო მეტად რთულია და მეთანხმება ყველა ის, ვინც მესაში მუშაობს. არ არის იოლი არც სხვებისთვის, მაგრამ ჩვენი უფრო ცოტათი მეტათი უფრო რთულია. და აი ამ 1 წლის მერე იმათი წამოსვლა კიდე აი ხელახლა შემევსო აი ეს დიდი მონატრება, ხელახლა გამიახლდა ის ჩემი წინა წლები ერთად ყოფნის და აი ეს იყო კიდევ ანუ იმან გამრავალფეროვნა ჩემი ემიგრანტობის წლები. ამ ზაფხულს ორჯერ მქონდა ის ბედნიერება, რომ ჩამომივიდა შვილიშვილი თბილისიდან თავისი მეუღლით, ჩამომივიდა ბიჭი თავისი მეუღლით ისევ ემიგრაციიდან და კიდევ გამრავალფეროვნა. ხო ეს ჩემი ცხოვრება და აი არ ვიცი როგორ გითხრა 9 წლის უნახავი ბავშვი, რომელიც იქ დაიბადა, მხოლოდ ასე მესენჯერით კომუნიკაცია ეს რა თქმა უნდა რომ არანაირად არ მაკმაყოფილებდა და ყოველთვის აი როდის მოგეხვევი, როდის ჩაგეხუტები, როდის აი ამ სითბოს ვიგრძნობ და იგრძნობ ბებო, ჩემი გაბრიელის ნახვა იმისმა ჩახუტებამ და იმასთან კომუნიკაციამ ასე უშუალოდ საერთოდ, ნუ აი იმიტომ დაგავიწყათ ემიგრაცია. მართლა დამავიწყდა ემიგრაცია, თუმც კი ვერ შევძელი მათთან უფრო ყოველდღიურად ყოფნა, მაგრამ რაც შევძელით, მადლობა უფალს, მაშინ ვიყავით წასული, ანუ ამ ოჯახის რაფინაში ვიყავით, ანუ იქ აქვთ სახლი და იქაც რომ მოვიდნენ ხო ის ერთი დღე და ღამე, მაგრამ აი ის დახურვა წასვლის წინა პერიოდი არ ვიცი, ვეღარ ვცილდებოდით ერთმანეთს. იმდენად აღარ წავალბებო შენთან დავრჩებიო და როგორ დამეტოვა აბა ჩემთან ბავშვი. და აი ასე გამრავალფეროვნეს, ცისარტყელასავით მრავალფეროვანია, ცისარტყელა 7 ფერი აქვს, წარმოიდგინეთ, ესეც რაღაცა დამთხოვა. ეს აზრი აი ამ წუთას მომივიდა.
და აი ეს 7 წლის თავზე ასეთი ბედნიერება მეწვია კიდევ. ძალიან კარგია, ქალბატონო ნათელა, რა გასწავლათ ემიგრაციამ? ძალიან ბევრი რამე მასწავლა თქვენ წარმოიდგინეთ. არის ისეთი რაღაც ევროპული და აზიური, რომელიც მართლა უნდა ყველამ გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ ზედმეტად, არ ვიცი ახლა ჩვენ როგორ დავარქვა, ზედმეტად თბილი ადამიანები ვართ, ხო ზედმეტად განვიცდით ყველაფერს. იმ სიხარულსაც და ღმერთმა გვაშოროს ის მწუხარება, მაგრამ ყველაფერი მაგის გარეშე არ არსებობს, ხო? და ერთნაირად განვიცდით აი ამ ყველაფერს და აქ ევროპული ცხოვრება ბევრად განსხვავებულია. საკუთარ თავს თითოეული ადამიანი, ასაკიანიც და ახალგაზრდაც საკმაოდ ბევრ დროს უთმობენ. აი საკმაოდ და რა წაგართვათ ემიგრაციამ? თქვენ წარმოიდგინეთ 56 წლის წავედი ემიგრაციაში. პირველი წამართვა ის, რომ 2 კვირა ვიყავი წასული, დედა ცუდად შეიქმნა და 2 კვირაში გარდაიცვალა. ეს თურქეთში წასვლის დროს პირველი ნაბიჯები ემიგრაციის. ანუ ერთი თვე მომიწია იქ ყოფნა და დაუბრუნდი. აი მამა გარდაცვლილი მყავდა უკვე და ეს დედის გარდაცვალება ძალიან რთული იყო ჩემთვის. ამაზე მე ღმერთო არ მომაკლოს არავინ, სულ კარგად მყავდეს, რომ ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო და დიდი დაღი დამასვა დედის გარდაცვალება. იმიტომ რომ 2 კვირის წასულზე ცუდად გახდა. რაც არ უნდა იყოს, მას არ უნდა ჩემი ემიგრანტად გახდომა და განიცადა ხო ყველაფერთან ერთად ის თავისი რაღაც ავადმყოფობა მომენტალურად ავადმყოფისი არ იყო, მაგრამ წნევის მატარებელი იყო და ну აი ეს არის ყველაზე დიდი წართმევა, მაგაზე მეტი რა უნდა იყოს და აი ეს პატარები რო ჩემს გარეშე იზრდებიან, ხო? რასეთ თქვით ქალბატონო ნათელა, ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრია მსოფლიოში, ალბათ არ არსებობს მსოფლიოში ადგილი, სადაც ქართველს არ დაუდგამს ფეხი და არ დარჩენილა ემიგრაციაში. ნეტა ისე წავიდოდეს ჩვენი საქართველოში ცხოვრება, რომ ყველა დაუბრუნებული ყავით. ჩვენი სამშობლოსთანაც თბილი, ნამდვილად არც ერთი ქვეყანა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ათენი, ანუ ზოგადად საბერძნეთი ძალიან ქრისტიანული ქვეყანა და აქაც ბევრი საერთო გვაქვს ანუ ამ ადამიანებთან, მაგრამ მაინც ჩვენი ქვეყანა სულ სხვა არის და გული მწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხო ტომები შემოდიან და ჩვენი ქართველები კიდე გაედინებიან. აი ეს ნეტავი ყველა მალე დაუბრუნდებოდეთ და ისეთი ცხოვრება მე არ ვამბობ, იცით რა არის, აი ყველა მილიონერი ვერ იქნება, მაგრამ ცხოვრების პირობები გქონდეს იმისი, რომ აი ხვალინდელი დღის შიში არ გქონდეს, იმედი გქონდეს იმისი, რომ ჩვენ იმას ნორმალურად საშუალო დონეზე მაინც გავიტანთ და გადავიტანთ. ქალბატონო ნათელა, თქვენ წერთ ლექსებს, როგორც ვიცი. ეს ლექსების წერა ემიგრაციაში ყოფნის დროს დაიწყეთ თუ მანამდე იყო საქართველოში? მე ლექსებს და ნოველებს ჩემი სკოლის პერიოდში ბავშვი როცა ესე ალბათ მე-3 კლასიდან, მე-4 კლასიდან იმ პერიოდიდან მე უკვე წერდი ლექსებს. სამწუხაროდ მე ისინი დაკარგული მაქვს, აღარ მაქვს. და იმის მერე სკოლა დავამთავრე, ნუ იქ აქტიური მოსწავლე ვიყავი სკოლაში, ან თუ კი საერთოდ რამე იქნებოდა ყველგან ანუ სკოლაში ჩანდიარც ისე თქვით, მუხრანის საშუალო სკოლა, კი იქ დავამთავრე 76-77 წელში. ანუ ლექსების წერის დრო მაგით თქვა მინდა რომ ნამდვილად არ მქონდა ფიზიკურად მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდი დილაუთენია და გვიან საღამობამდე სხვადასხვა სამსახურში ეტაპობრივად. ეს საქართველოში ხო ქალბატონო ნათელა? საქართველოში აი რომ გავხდი ემიგრანტობის პირველივე სამსახურიდან იქ სულ 5 თვე ნახევარი ვიმუშავე, მაგრამ აი მომეცა საღამო თავისუფლება იმისთვის, რომ მე ჩემი თავისთვის დამეთმო რაღაც დრო. დამეთმო ეს რაღაც დრო და ის ჩემი გაღვივდა ისევ ჩემში, ის ჩემი ნიჭი, მე ახლა ვერ ვიტყვი, ვერ შევედრები იმ
ნამდვილად პოეტებს, რომელიც აღიარებულები იყვნენ არა მარტო ჩვენი საქართველოს მიერ, მსოფლიოს მიერ, მაგრამ ასიათ ისე ჩემს გულის ჭიას ვახარებ. ერთი ლექსი რომ წავიკითხოთ, როდის დაწერეთ და ვის ეძღვნება ეს ლექსი? ემიგრანტზეა ძირითადად და ამიტომ მაგით დავიწყებ. ემიგრანტო, შენი დილა გათენდა. დარდი მანდი, არ გეშვება, არ ქრება. ვაშკაცი ხარ, ვაშკაცურად ერები. სიზმრად ნახულს, მოფერებას ჯერდები. კიდევ ერთი მზისამოსვლი დიხარე. საქმით რთული დღე ხომ მათთვის ივალე. დაღამების მოლოდინით გული გცემს. დაბრუნებულ სახლში მშვიდად გეგულვეს. ემიგრანტო, თვარი შუქმა წინათა. შენ კი თვალზე ლული არ მოგკარვია. რას გადიხარ უცხო მიწას მოსულო. თავი არა, სულაც არ დაგნანია. და თუ რამით გული გაიხალისე, მასეც ფიქრი რომ გჭირდება ხარ ისე. დანახული სხვაგვარ აღსაქმელია. ემიგრანტო, ეს დღეც შენი ფერია. ვის მიწაზე შვილებს ვისთვის ვის უზრდი. სხვა გზა არ გაქვს დარჩენილი, მიტომაც ხარ უძლური. ენა წმინდა სალოცავი შენია. სისხლიც გიჩქებს, შენ ხარ დიდი გენია. ემიგრანტო, ჩაიმუხლე, დამშვიდი. იცი ისიც შენისთანა ბევრია. ისტორიაც დაწერილი შენია. გადაფურცლე თითო გვერდი გჩვევია. ხანდაზმული მიწას შენსას ჩაეკარ. სანამ კიდევ ეზოსკარი ჭრიალებს, წიგნად შეკარ, აკინძე და დახურე. შენს მომავალს მსახურ აღარ დასჭირდეს. გამოცდილის ამბავ არ აქვს ნათქვამი. თვალს მომდგარი ცრემლით მოსაყოლია. არ დანებდე, არ იფიქროთ შორს წასვლა. ერთი გოჯი მიწის მანამ შემოგრჩენია. ბრავო, ქალბატონ ნათელა, აქ თითოეულ ქართველ ემიგრანტს თავისუფალი დრო არ აქვს. ფაქტობრივად ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება ბევრი იმუშაოს, მოაგვაროს ის პრობლემები, რის გამოც წამოვიდა ემიგრაციაში და ძალიან მალე დაბრუნდეს სამშობლოში. თუმცა აი ეს წლები, 1-2 წელი ათობით წლად იქცევა ხოლმე. ნამდვილად ასეა, გეთანხმებით. აი ყოველდღიურობა ამას არც ვიფიქრებდი რომ გავჩერდებოდი მე თვითონაც. მიუხედავად იმისა, მე ვერ შევედრები მათ, ვისაც 25, 30 და 35 წელიც კი ემიგრანტის წლებს ითვლიან და მე არ ვიცი, ისინი გმირზე გმირები არიან. ერთადერთი რაც არის, რომ ბევრს თავისი ოჯახი ყავს უკვე და ამ ოჯახურ გარემოში ალბათ შედარებით იოლია. ეს 7 წელი, არ 70 წლად მეკცაო რომ იტყვიან, მიუხედავად იმისა, კიდევ ვამბობ, რომ ასე რამოდენიმეჯერ მყავდა მე, ხო ეს ჩემი ბავშვები იყვნენ ჩემთან და მაგრამ ძალიან ძნელია. და ყველაზე დიდი შვება იცით რა არის, აი ჩემთვის პირადად არის ერთადერთი ჯგუფი აქ არასამთავრობო ორგანიზაცია ივერიონი ნატალია კაპანაძის ხელმძღვანელობით. მე იმასთან ვერ დავიტრაბახებ იმით, რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილვარ, თუმცა სურვილი ძალიან დიდი მაქვს, მაგრამ რამოდენიმეჯერ მოვახერხე და წავედი მოლოცვაზე. მე იქ რომ მივდივარ აი ამ მოლოცვაზე და რომ შევდივარ ტაძარში, აი არ ვიცი და მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა ჩვენ მივდივართ, ძირითადად უფრო სულ ქართველები ვართ იმ ტაძრებში. თითოეულად შემოერევა ვინმე სხვა ეროვნების და თავი მგონია რატომღაც სამშობლოში. იმდენად ჩემში იწვევს ძალიან დადებითი მუხტი მოდის უბრალოდ იქედან. დაგეთანხმებით, ნამდვილად ქალბატონ ნათელა, საოცარი ტურები აქვს ქართველი ემიგრანტებისთვის. ნატალია კაპანაძეს მეც რამოდენიმეჯერ მომიხდა მასთან ერთად წაყოლა ტურში. საოცარი ტური იყო, მადლით სავსე, ემოციებით დატვირთული და მართლაც ძალიან საგმირო საქმეს აკეთებს ნატა, როდესაც ქართველი ემიგრანტებისთვის ის ყოველი კვირა დღე აკეთებს აი ამ მოლოცვას და იმ ჩვენს ქართველებს უმსუბუქებს იმ სულიერ ტკივილს, რომელსაც აქ თითოეული მათგანი განიცდის.
წარმატებები მინდა გისურვო ნატა შენ საქმიანობაში, მართლაც რომ ქართველების იმედი ხარ უცხო მიწაზე და ზრუნავ მათ სულიერების ამაღლებაზე. ქალბატონ ნათელა, წარსულში რომ დაგაბრუნათ, უკვე 7 წელია გასული, აი ახლა დღეის გადმოსახედიდან გადადგამდით ამ ნაბიჯს გახდებოდით ემიგრანტი? წარსულში რომ დამაბრუნა, რატომაც წამოვედი ემიგრაციაში, იგივე სიტუაციაში რომ ყოფილიყავი, ალბათ ისევ მომიწევდა ემიგრაციის გზაზე დადგომა. მაგრამ თუ ცოტა უკეთესი პერიოდი მექნებოდა იმითი რომ დამოკიდებულები ვართ, იცით ახლა თქვენი იქ ბანკი იყო, იქ რაღაც, ოჯახური პირობებიდან გამომდინარე და ეგ არ მექნებოდა როგორც მანამდე, ნამდვილად არ გავხდებოდი ემიგრანტი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 56 წლამდე დავკმაყოფილდი იმითი რაც გქონდა, ხო? ანალოგიურად გავაგრძელებდი. არასოდეს არ იყო ემიგრანტობა არ მიტაცებდა. მაგრამ ის რომ წავსულიყავი და მომენახულებინა, ჩემი ჰობია ეს. მოგზაურობა არის თქვენი ჰობი? ძალიან. როგორც საქართველოს შენივე კუთხეში და შენივე ქვეყანაში, ისევე საზღვარგარეთ ხო საერთოდ. ჩემს ინტერესში ყოველთვის იყო მაგ კუთხით რატომაც არა, მაგრამ ამის საშუალება მაშინ ხომ არ ჰქონდა და არ გვეძლეოდა. ნამდვილად დაგეხთანხმებით ქალბატონ ნათელა, მოგზაურობა ძალიან კარგია, როდესაც უცხო ქვეყნის კულტურას ეცნობი და აქ მოვეტყვი ჩვენს ტელემაყურებელს და ვისაც გიყვართ ქალბატონი ნათელასავით მოგზაურობა, ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი გთავაზობთ ბიუჯეტურ, ექსკლუზიურ და საინტერესო ტურებს ევროპის და ამერიკის სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ მხოლოდ ჩაიფიქრეთ, ჩვენ ამ ოცნებას რეალობად ვაქცევთ ნამდვილად, აუცილებლად მოგწერეთ ტურისტული კომპანიის ვებგვერდზე ან დამიკავშირდით პირად Facebook-ის გვერდზე. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ჩვენი ტურისტული კომპანიის Facebook-ს გვერდს. ქალბატონ ნათელა, კიდევ ერთი ლექსი რომ წაგვიკითხოთ, რომელიც თქვენ დაწერეთ აი აქ ემიგრაციის პერიოდში. კი ბატონო, არ დავიწყებულ მოგონების ორიენტელში. გართული უზის მოგრძო სკამზე გარინდებული. ღაწვებს გადაკრავს წითელი ფერი, ალმური აზდის, იღიმის ჩუმად, ხან კი მის სახეს ეკარგვის ფერი. წისქვილის დოლაპს მიდევნებულს ნელმოტრიალსა, ზემოდან მარცვალ მუჭა-მუჭად რომ ეყრევიან, ხმას გამოცემულს წყლის რაკრაკზე ძედვე ემატის, ყისინის მეშოქს ძირი ჯერაც არ შებნევია. სადამდე უწევს მას ლოდინი რომ არ ცენაღლის, სახლში დარჩენილ ასე უცებ ხომ არ ცელიან, აბგას ჩადებულ ხმელაპური ხელში უჭირავს, მისაყოლებელ არც თუ ისე დიდად ბევრია. ოხ, საოცრებავ, დღევანდელ დღეს რომ ეს გაიხსენა, გულში აენთო მონატრების დიდი ქარცეცხლი, იმ კუთხეს, კუნჭულს მიტოვებულს არ ვინეგულვის, თუც კი იქ წასვლად, სიყვარული დღესაც აქვს ბევრი. ჩამოიფერთხა, წელსში გასწორდა, თავი ასწია, ამაყად გაჰყვა აბალახებულ ბილიქს მიმავალს, იქ დამხდურ ლოდებს ხელი გადუსვა, წარმოთქვა სიტყვა, მამა პაპათა სადიდებელი ისევ აღმოხდა. ფესვები თვისი არასოდეს არ დაუვიწყავს, ბავშვობა ლაღი არასოდეს არ უნანია, ადამიანში ჩადებული ყველა სიკეთე, მათი ნაშრომი, ამაგი დიდი დღესაც ატყვია, ეს ჩასუნთქული სიყვარული, მადლიერება, გამდევი მუდამ შტრიხადაა მთელი ცხოვრების, თეთრ წვერ ულვაშით მიღწეული, განდიდებული, არ გადაშენდეს, გვეყოლოს მრავლად აცჩვენეული. ბრავო ქალბატონ ნათელა, ძალიან საინტერესოა თითოეული ლექსი და თითოეული ლექსი აღწერს იმ სულიერ ტკივილს მაინც რასაც აქ ქართველი ემიგრანტი განიცდის სამშობლოდან ათასობით კილომეტრზე დაშორებული. ნამდვილად ასეა ახლა ლექსებში ყოველთვის იგრძნობა ჩემს დაწერილ ლექსებში, ნამდვილად იცით ოპტიმიზმი არის, მაგრამ აი ეს რა შინაგანი ტკივილი თითქმის ყველაშია გადმოცემული. ხანდისხან კი არა რომ გადავხედავ ხოლმე, ვიტყვი რომ მოდი ცოტა შევცვალო, მაგრამ ვერ უკარნახებ ამითი, ვერც თავს, ვერც გულს იმ მომენტში, ხო, რაღაც მუზა გაწერინებს ამ ყველაფერს. და ეს რას ვიტყოდი ცით ამ ჩემს ემიგრაციაში ყოფნის დროს.
აქ გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ქართველი, რომლებიც ემსახურებიან აი ამ ჩვენს მომავალი თაობის ქართულ ანბანთან სიახლოვეს, ქართულ კულტურასთან სიახლოვეს, ქართულ ჩვენ ურმარილთან სიახლოვეს, რომლითაც ჩვენი საქართველო ყველგან განთქმულია და ყველგან გამორჩეული ვართ ქართველები. ნამდვილად ყველასთვის აი რაღაც აღტაცებით გადმოსცემენ აი ამ ყველაფერს, რომ რა დიდი კულტურის ხალხი ვართ ჩვენ ქართველები. ემიგრაციაში დაბადებული ქართველი ბავშვები როგორც არ კარგავენ ქართველობას და სწავლობენ ქართულს, როგორც წერას, ისევე კითხვას, საუბარს. და ნამდვილად არა მარტო ბავშვები, დიდებიც ხომ არის აგერ თეატრალური დასი, ერთი მეორე, არის სიმღერის გუნდი, ჯგუფი მაგნოლია და ბევრი, აი რომელიც ჩემთვის ძალიან მეამაყება. და არ მეძლევა იმის გასახანი, ჩემი სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, რომ მასიურად ჩავერთო მათთან, ეს ჩაკეტილობა ძალიან რთულია. ვინც კი ემსახურება აი ამ ქართველთა კულტურის შენარჩუნებას და ჩვენს ტრადიციებს, მივესალმები ყველას. რა რჩევებს მისცემთ იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ არ გადაუდგამთ ნაბიჯი ემიგრაციისკენ? ჩემი სურვილია ნამდვილად და ნამდვილად კეთილი სურვილი და რჩევა დიდის მოწიწებით, ასე შეიძლება ურჩიო ყველას. თუ კი რაიმე ისეთი არ არის ნამდვილად, რომ ძალიან უკიდურესობამდე არ არიან მისულები, ვფიქრობ, რომ ჯობია დარჩე შენს ქვეყანაში. ეს ეგოისტობა ნამდვილად არ არის, რომ აი ზოგი შენ რომ წახვედის, რომ წავიდა, რატომ მე არა და რატომ ვიტყვი მე ამას. არავინ არ თქვას ისიც რა არის, აი მე მაგალითად პირადად ჩემს საერთოდ ყოველთვის თავიდან საკუთარ თავზე ვამბობ და მერე სხვას, რომ მიდიხარ, ჩათვალე, რომ იქ ყველაფერი რაც დატოვე ფაქტიურად აღარაფერი აღარ გხდება. ნახევარზეც აღარ არის ლაპარაკი, იმდენი რამე ფუჭდება. პრობლემას უпростоრედ მოაგვარებს, რისთვისაც წამოვიდა და მალე დაბრუნდება, კიდევ შეიძლება, მაგრამ საერთოდ გადაიხვეწო და მოწყდა შენს მიწაწყალს, არ მგონია მართებული. ჩემი ნამდვილად აგეთახმებით არღირს ის მატერიალური კეთილდღეობა იმ სულიერ ტკივილად, რომელსაც აქ ქართველი ემიგრანტი განიცდის. ქალბატონ ნათელა, თქვენ ძალიან ბევრი ლექსი გაქვთ დაწერილი და თუ არსებობს კრებული, სადაც თქვენი ლექსებია თავმოყრილი. ჩემი ლექსების დაწერის შემდეგ გამიჩნდა სურვილი საკუთარი კრებულის შექმნის, თუმცა იქით-აქედან შეძახილებიო რო იტყვიან ასეც რომ გამომეცა ჩემი კრებული, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი, რატომღაც მოვიკოჭლე. ჩემი კრებული ჯერჯერობით არ გამომიცია. მაგრამ საქართველოდან მქონდა შემოთავაზება, ავტორთა რჩეული ლექსები შეიქმნა ასეთი წიგნი, რომელშიც გამოყოფილი იყო ორი გვერდი თითოეული ავტორისთვის. იქ დაიბეჭდა ჩემი ლექსი და მეორე კიდევ დაიწერა ემიგრანტთა პოეზია. ის სულაიხლა ამ თვის ბოლოს უკვე იქნება სისრულეში მოყვანილი, ანუ დაიბეჭდება სრულად და უკვე გადმოგვეცემა ჩვენ. იქაც ანალოგიური სიტუაცია არის, იქაც ორი გვერდი გვეკუთვნოდა. ბატონი თემურ ცერცვაძის თაოსნობით იყო ეს 21 საუკუნის პოეზია და ემიგრანტთა პოეზია. ანუ ასეთი გვერდები აქვს შექმნილი და იქედან. ანუ ორ წიგნში არის ჩემი ლექსები განთავსებული და მომავალში არის კიდევ შემოთავაზება სხვა, მაგრამ იქნებდა საკუთარი კრებული გამოსცეთ. გამოცემ. წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო ნათელა. რას გისურვებთ ჩვენ ქალბატონო ნათელა გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმენით და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ. გისურვებთ წინსვლას, წარმატებას, გაფართოვებას კიდევ უფრო
და თქვენი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას. თქვენ უკეთიცით, თქვენ გადაწყვეტავთ და აი ამ ყველაფერში დახმარებოდეთ საკუთარი ძალისხმევა, საკუთარი შესაძლებლობა და თქვენ საკუთარ შესაძლებლობასთან ერთად აი ეს ემიგრანტთა დიდი არმია და პარალელურად უფლის მფარველობა, რომ დიდხანს შეგძლებოდეთ თქვენი აი ეს გადაცემის მართვა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნათელა, რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. წარმატებები მინდა გისურვოთ და ძალიან მალე დაბრუნება სამშობლოში. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები. მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სადაც ემიგრაციის ზღვა რაოდენობა ჰყავს ჩვენ სამშობლოს საქართველოს. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლდათ ქალბატონი ნათელა ბირუაშვილი პეპანაშვილისა, რომელმაც გვიმასპინძლა აქვე ეგალეოზე და საინტერესოდ ვისაუბრეთ განვლილ ემიგრანტულ ცხოვრებაზე. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიას, რომელიც ცდილობს, რომ ყველა ქართველ ემიგრანტს მისცეს საშუალება, რომ თავისი ისტორია მოუყვებს სხვებს. დიდი მადლობა ლიგო შენ, რომ არსებობ ჩვენთვის და არსებობ ქართველი ემიგრანტებისთვის. შენ ხარ ჩვენი ქართველი ემიგრანტების იმედი უცხო მიწაზე. შემოგვიერთდით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარიცხი ვაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. მონატრების ფერების ხილვა შეგიძლიათ TikTok პლატფორმაზე და My Video-ზე. ჩვენი გადამღები ჯგუფის მოგზაურობას მსოფლიოს მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია Dagi Travel-ი. ათენში მოგზაურობაც დაგეგმა ჩვენმა ტურისტულმა კომპანია Dagi Travel-მა და თუ თქვენ გსურთ, რომ იმოგზაუროთ მსოფლიოში ბიუჯეტურად და დასამახსოვრებელი ტური გქონდეთ, აუცილებლად მოგწერეთ ტურისტული კომპანია Dagi Travel-ის გვერდზე. მე კი გემშვიდობებით რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები და ახლა გიტოვებთ ქალბატონ ნათელა ბირუაშვილს ულამაზესი ლექსით, რომელიც მან ემიგრაციაში ყოფნის დროს შექმნა. მოგიკითხავთ ყველას, დიდსა და პატარას, ყველა ემიგრანტს, მსოფლიოს ყველა კუთხეში მიმოფანტულს მოვიკითხავთ ჩემს სამშობლოს, ჩემს ოჯახს, ჩემს ნათესავებს, მთელ სამეგობროს. მიყვარხართ კოცნით, გეფერებით და მენატრებით, მონატრების ფერებიდან, გადაცემიდან. მალე ჩავეხუტოთ ერთმანეთს. საოცარია სამყარო ჩვენი, საოცარია ფერები დიდად, გასაოცარი ბუნების ფონზე, ცეკვა, სიმღერა, ლექსი თქვა გინდა. საოცარია ის მოგონება, წარსულს გაგონებს, სიცილი გინდა. საოცარია შენი ბავშვობა, ვახტი, რეზინა, დაბურთი გინდა. საოცარია ირგვლივ გარემო, დილას შუადრეს ღიმილი გინდა. თუმცა საღამოხანს იბუდებს ყველა და შენს სიმშვიდე დაძილი გინდა. საოცარია საზღვრებს გაცდენილს, ნახული ფრესკა, ადგილი წმინდა. ადარებს შენსას ბადალი არ ყავს, მაინც გიზიდავს და კიდევ გინდა. საოცარია დღევანდელი დღე, თლაც საოცრება როცა ფიქს მიღმა, წარსულის აწმყოს კმაყოფილი ხარ და მომავალი უკეთეს გინდა. ცხოვრების მუდამ ნათელ ფერებში შენ თუ დახატავ, აგიხდეს უნდა. საოცარია და საოცნებო, დარჩენილ წლების სილაღე გინდა. ცისარტყელები, ათასფერები, კიდარებს წვიმა, ცასეკვრის კიდად, ასე ლამაზი, ასე ფერადი, ცხოვრება გქონდეს მარად და დიდხანს.